ავიაბილეთის შეძენისა შეიძლება ფასდაკლებით ისარგებლონ სტუდენტებმა, რომელთაც ახალი სტუდენტური ბარათი ექნებათ. სტუდენტის მოწმობა ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეღავათსაც ითვალისწინებს. კონკრეტულად რა ფასდაკლებებით შეეძლებათ მის მფლობელებს სარგებლობა ამაზე დაწვრილებით, სტუდენტური ბარათისა და სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერი მარიამ საჯაია ისაუბრებს. მოგესალმები მარიამ, მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან სტუდიაში. მარიამ, რა არის ეს ახალი სტუდენტური ბარათი? მე სტუდენტი როდესაც ვიყავი, მქონდა სტუდენტური წიგნაკი, ფასდაკლებაზე საუბარია ზედმეტი არის, ხანდახან საერთოდ არ მჭირდებოდა ეს ბარათი. ეს ახალი ბარათი როგორი არის? სტუდენტური ბარათი მიიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიტის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს, რაც ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტები, როგორც საზაფხულო დასაქმებაში იყო, არამედ მაგისტრატურის სტუდენტები შეძლებენ მის მიღებას. მთავარი უპირატესობა ამ ბარათის არის ის, რომ ეს არის იგივე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ახალი ელექტრონული ID ბარათი, რომელსაც ამავე დროს ექნება სტუდენტური ბარათის დანიშნულება. ამ ბარათის სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლება როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ საქონელსა და მომსახურებაზე. ძირითადი დანიშნულება არის პირადი მოხმარების, პირველადი მოხმარების საგნები და ასევე საგანმანათლებლო დანიშნულება. რა დაუჯდება სტუდენტს ამ ბარათის გაკეთება? ბარათი არის აბსოლუტურად უფასო. თუ ID ბარათის მიღება ღირს 30 ლარი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, სტუდენტები სტუდენტურ ბარათს, იგივე პირადობის დამადასტურებელ მოწმობას მიიღებენ აბსოლუტურად უფასო. ამ შემთხვევაში ID ბარათიც იგივე არის, ანუ სტუდენტს საერთოდ აღარ ხდება არაფერზე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ფულის გადახდა. სახელმწიფო სტრუქტურები ახსენებენ, რა სახის მომსახურებას მიიღებენ სტუდენტები ფასდაკლებით თუ საერთოდ როგორც ეს ბარათი უფასო? სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე მიიღებენ გარკვეულ ფასდაკლებას. მაგალითისთვის, იუსტიციის სახლის სერვისებზე, გარდა იმისა, რომ ისინი იღებენ ID ბარათს აბსოლუტურად უფასოდ, ისინი მიიღებენ 5% ფასდაკლებას. ამას გარდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იგივე აპოსტილით დამოწმება, ლეგალიზაცია ამ სერვისებზე 20% ფასდაკლებით ისარგებლებენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებულია ფასდაკლებები, რომლის მიხედვითაც დაცულ ტერიტორიებზე სტუდენტებისთვის შესვლის საფასური ნახევრდება, ასევე სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებით აქტუალური არის ეხლა, როდესაც ტურიზმის სეზონი იწყება. ამასთანავე თეატრებსა და სახელმწიფო თეატრებსა და მუზეუმებში შესვლის საფასური ნახევრდება და ბევრი სხვა დადებითი მომენტი ფასდაკლება, რომლის ნახვაც მგზავრობას თუ ეხება ეს? მგზავრობას ეხება როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ასევე რკინიგზას, რკინიგზის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლების მიხედვით 50% უნახევრდებათ სტუდენტებს ბილეთის საფასური. ასევე თქვა სტუდენტებისთვის აქტუალური არის მართვის მოწმობა. მას თუ შეეხება ფასდაკლება? შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 40 ლარის ნაცვლად სტუდენტებისთვის 15 ლარი დააწესა მართვის მოწმობის აღებაზე გადასახადი. ესეც ძალიან დადებითად აისახება მათ ბიუჯეტზე. ვის შეუძლია? ყველა სტუდენტს შეუძლია რომ აიღოს ეს ID ბარათი? განკუთვნილია მხოლოდ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, როგორც აღნიშნე, როგორც ბაკალავრიტის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. როდესაც მივდივარ, თქვათ მის შესახებად, რამე საბუთები მჭირდება, ანუ უნივერსიტეტიდან ცნობა, რომ მე ნამდვილად ვარ სტუდენტი? არანაირი ამგვარი დამადასტურებელი საბუთები სტუდენტებს არ სჭირდებათ, ისინი იმავე პროცედურას გადიან, რა პროცედურაცაა საჭირო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სასახებად, მათ ასევე არ სჭირდებათ არანაირი დოკუმენტის წარდგენა, რომ არიან ნამდვილად სტუდენტები. სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული სააგენტო ან იუსტიციის სახლი, რომელსაც მიმართავენ სტუდენტები, თვითონ ადგენენ და ახდენენ პირის იდენტიფიცირებას, არის თუ არა იგი სტუდენტი. რაც შეეხება სახელმწიფო სექტორს გასაგებია, მაგრამ კერძო სექტორი რის მიხედვით მიანიჭებს სტუდენტებს ფასდაკლებას, თქვათ, ისინი უკვე გამოთქვამენ ინიციატივას თუ როგორ არის, მიდის მათთან მუშაობა? კერძო სექტორმა თვითონ გამოთქვა რამდენიმე ორგანიზაციამ სურვილი, რომ პროგრამაში მიეღო მონაწილეობა და ფასდაკლება მიეცა სტუდენტებისთვის მათ სერვისებზე და ამას გარდა ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან, რომლებიც მომავალში ჩაერთვებიან ჩვენ სტუდენტებს ვეუბნებით და ნამდვილად მივუვათ მათ ინფორმაცია, რომ SMS-ებისა და ელექტრონული პოსტით ყოველდღიურად გვექნება სტუდენტებთან ინფორმაციის მიწოდება, თუ რა კომპანია დაემატა და რა ახალი სერვისის მიღება შეუძლიათ მათ ფასდაკლებით. რამდენ ადამიანზე გავრცელდება ეს ფასდაკლების ბარათი? მოდი აი ესე ვთქვათ, რამდენი სტუდენტი ყავს რეალურად, ვინც შეძლებს ამ ფასდაკლების ბარათით სარგებლობას? საქართველოში დღესდღეობით ყავს 100,000-ზე მეტი სტუდენტი, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები და ყველა მათგანი არის პოტენციური მომხმარებელი სტუდენტური ბარათის, მით უმეტეს რომ ეს არის იგივე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად სტუდენტები იღებენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ანუ ყველა მათგანი აბსოლუტურად შეიძლება ჩაერთოს ამ პროგრამაში, შეუძლიათ მიიღონ სტუდენტური ბარათი და შესაბამისად ისინი ისარგებლებენ იმ ფასდაკლებებით,
რომელსაც კერძო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები ეს ფასდაკლებები იქნება 5-დან 50%-მდე. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, თვითონ ორგანიზაცია განსაზღვრავს თუ რა რაოდენობით ფასდაკლებას გასცემს. დიდი მადლობა მარიამ, სასარგებლო ინფორმაცია სტუდენტებისთვის, წარმატებებს გისურვებთ.